საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე-13 ტურის მატჩი გაიმართა დღეს ზუგდიდის ბაიას ბაზაზე, სადაც ზუგდიდი საქართველოს მოქმედ ჩემპიონ თბილისის დინამოს დაუპირისპირდა. შეხვედრა დაძაბული და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და 2-1 დინამოს სასარგებლო დასრულდა. მოპოვებული 3 ქულით კმაყოფილი იყო თბილისის დინამოს მთავარი მწვრთნელი. კახი გოგიჩაიშვილის განცხადებით დინამომ დამსახურებულად მოიგო. ჩვენ მაქსიმალურად მობილიზებული ვიყავით. თამაშიზე მომწლიანობაში კაი ბრძოლა იყო და მე ვიტყოდ დინამოს იოლად არ მოუგია ეს თამაში ჩვენ გარკვეული შანსი ჰქონდა ვერ გამოვიყენეთ მთლიანობაში ბრძოლის ჟინი თავდადებით მაყოფილი ვარ მაგრამ რაღაცები სამუშაოა და შემდგომში უკეთესად გავამჯობესებთ ამ სიტუაციას. ზუგდიდში თამაში ყოველთვის რთულია, ყოველთვის ბრძოლის იონერები გუნდი ყავს ზუგდიდს. საკმაოდ მძიმე თამაში გამოვიდა დღეს, მაგრამ სასიხარულოა რომ ჩვენ გავიმარჯვეთ. პრინციპში თამაშს რაც შეეხება ჩვენი უპირატესობით მიდიოდა თამაში. და შევძელით მეორე ტაიმში როლების გატანა და სასიამოვნოა რომ დღეს 3 ქულა მოვიპოვეთ. არჩენილია 2 ტური და ჩვენ გვინდა რომ პირველი წრე პირველ ადგილზე დავამთავროთ. დღეისათვის ეროვნული ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის მონაცემებით ბოლო ადგილზეა ზუგდიდი, რომელსაც 13 თამაშიდან 10 ქულა აქვს მოპოვებული. 29 ქულით კი თბილისის დინამო ეროვნული ჩემპიონატის პირველ ადგილზეა.